ალექსანდრე, მოგესალმებით, შუადღეში ვიდობის მოკლედ. წარმატებით დავიწყეთ და ახლა საჭირო საკითხზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ. მით უმეტეს არა მხოლოდ ლაშას, ბევრ ადამიანს მწერები და კოღოები ძალიან აწუხებენ და მაყურებელსაც ვეთქვი, რომ ზაფხულს სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად აქვს კიდევ ერთი ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიც არის კოღოს და ზოგადად მწერების ნაკბენები და ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას მწერის ნაკბენს, არა და მისი უყურადღებო დატოვება არ არის სწორი, რატომ არის საშიში მწერი და შესაძლებელია თუ არა რომ მან ალერგიული ცვლილებები გამოიწვიოს. ჩვენი სტუმარია, როგორც უკვე გითხარით, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა და სწორედ ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. დავიწყოთ საუბარი, მით უმეტეს ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მწერების აქტიურობას და ჩვენი მხრიდანაც მეტი ყურადღება, სიფრთხილე, ამავდროულად ინფორმირებულობაც არის ხოლმე საჭირო. შეკითხვები არის ამ თემის ირგვლივ ნამდვილად ძალიან ბევრი, როგორ უნდა დავიცვათ თავი მწერის ნაკბენისგან, როგორ უნდა მოვუაროთ. ალექსანდრე, იგივე რა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს საშიში ჩვენი მდგომარეობისთვის და მე მინდა რომ ინდივიდუალურად განვიხილოთ მწერის ტიპები და დავიწყოთ აი კოღო, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ. პირველ რიგში როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ კოღომ გვიკბინა და როგორია მისი სიმპტომატიკა? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მართლაც აქტუალური თემაა და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ მწერის ნაკბენის შემდეგ შეიძლება განვითარდეს როგორც ალერგიული რეაქციები, ასევე გარკვეულმა მწერებმა შეიძლება სხვადასხვა ინფექციები გადაიტანოს და საკმაოდ გრძელვადიანი პრობლემები შეგვიქმნას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავირიდოთ ეს მწერის ნაკბენი, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა მწერის ნაკბენის თავიდან არიდება, ვიცოდეთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება და როდის არის ასე თქვა საყურადღებო ის. პირველი, რასაც აღნიშნავ და აუცილებელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მიცოდეს, არის ის, რომ მწერის ნაკბენის შემდეგ ეს კოღო იქნება, ვთქვათ, ტკიპა იქნება, წყილი იქნება, ობობა იქნება თუ ნებისმიერ მწერის ნაკბენის შემდეგ შეიძლება განვითარდეს პირველადი აფექტი. ანუ, როდესაც გვიკბენს ნაკბენის ირგვლივ სიწითლე შეშუპება, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ანუ ამაში რაიმე ესეთი განსაკუთრებული და საშიში არაფერი არ არის. თუმცა არის რაღაცა ასე თქვად ფაქტორები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი ის თუ არის დიდი ზომის შეშუპება და ჰიპერემია, ანუ რას გულისხმობ, თუ ნაკბენის ირგვლივ განვითარდა 10 სანტიმეტრზე დიდი შეშუპება და ჰიპერემია, ანუ სიწითლე ჰიპერემიაზე გასაგები ენაზე რო ვთქვათ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაძლებელია გქონდეს ალერგიული რეაქციასთან, თქვათ, ან იყოს, თქვათ, მეორადი ინფექციას ბაქტერიული და აქედან გამომდინარე, ასე დროს აუცილებელია, რომ დროული რეაგირება მოვახდინოთ და თქვათ, წავისვათ ადგილობრივად ანტიჰისტამინური, ასე თქვათ, მედიკამენტები, რომელიც შეამცირებს ამ შეშუპებას. თუ ეს მკვეთრად იზრდება, მაშინ აუცილებელია, რომ მივმართოთ ექიმს დროულად. მეორე, ასევე რაც მნიშვნელოვანია, რაც უფრო ალერგოლოგების საქმეა, მაგრამ მეც ორი სიტყვით შევეხები, ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც არის მძიმე ალერგია, რაც შესაძლებელია ასევე ნებისმიერი მწერის ნაკბენის შემდეგ განვითარდეს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა საყურადღებოა ფუტკარი და თქვა გრაზანა და ასე დროს კი აუცილებელია წუთებში მოხდეს რეაგირება, თქვა ამ დროს გამოიყენება ადრენალინი, თუ ადგილზე რა თქმა უნდა ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რომ რაც შეიძლება სწრაფად სამედიცინო პუნქტში მოხდეთ, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება ამ ყველაფერზე. ალექსანდრე, აი ვიდრე გადავალთ კრაზანაზე და ფუტკარზე, უშუალოდ კოღოს ნაკბენთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, აი მე მაგალითად ბავშვობაში მქონდა ასეთი გამოცდილება, როდესაც კოღოს ნაკბენი ან მრავლდებოდა, ან მიჩირქდებოდა ხოლმე და საკმაოდ შემაწუხებელი იყო, ძალიან რთულად მოსავლელი და ფაქტობრივად მთელი თვეების განმავლობაში მიწევდა აი ამ პრობლემასთან გამკლავება. ესეც ალერგიული რეაქციაა და ამ შემთხვევაში აი ანტიჰისტამინის მიღება არის თუ არა რეკომენდებული. ანტიჰისტამინის ორი რამ აღნიშნეთ თქვენ. პირველი, თუ თქვა ზომაში ან ნაკბენის შემდეგ ვითარდება ჰიპერემია და მრავლობით ხდება ეს ასე თქვა ელემენტები, ეს უფრო მიუთითებს, რომ არის ალერგიული რეაქცია, ადგილობრივი ლოკალური ალერგიული რეაქცია, ასე დროს უნდა გამოვიყენოთ ცივისაფენი, ადგილობრივად ანტიჰისტამინური ასე თქვა საშუალებები და გარკვეულ შემთხვევებში თუ ეს იმატებს, შეიძლება სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებაც, ანუ დასალევი მედიკამენტის გამოვიყენოთ. რაც შეეხება დაჩირქებას, რაც უკვე ნიშნავს მეორად ბაქტერიულ ინფექციას, ეს უკვე მიუთითებს, რომ შესაძლებელია ეს ასე თქვა ნაკბენი დაჩირქდა, მეორადად ინფიცირდა და ასე დროს უკვე სხვა კურნალობის ტაქტიკა, ამ დროს უკვე ანტისეპტიური, ანტიბაქტერიული ასე თქვა ლოკალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და თუ ეს სიწითლე, ჰიპერემია იმატებს და პლუს
ტემპერატურა ახლავს თან, ასე დროს უკვე შესაძლებელია მივმართოთ ინფექციონისტს, რომ თავიდან ავიცინდლოთ მძიმე ბაქტერიული გართულება. ანუ ეს ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. პირველი ალერგიული რეაქცია, მეორადი ინფიცირება. უცებ ვიტყვი ზოგადად როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ორი ალერგიული რეაქცია, ლოკალური ალერგიული რეაქციას გულისხმობ, როდესაც ვითარდება დაახლოებით 48-72 საათში უკუგან ვითარებას იწყებს, ხოლო თუ ჩვენ 72 საათის შემდეგ სიწითლე გვემატება, ტემპერატურული რეაქცია მოდის, ხო, ასე დროს უნდა ვიფიქროთ, ხო არ გვაქვს საქმე ინფექციასთან. აი ეს არის მოსახლეობას რო აუხსნათ მარტივად, როგორ შეიძლება მარტივად დიფერენცირება მოვახდინოთ ალერგიული რეაქციის პროგრესირებას და ინფექციას შორის. ალერგია მკურნალობის ფონზე ლოკალურ ალერგიულ რეაქციას გულისხმობ, დაახლოებით 72 საათში უკუგან ვითარებას გადის, ხოლო ინფექცია პირიქით, რაც რო გადის, უფრო მეტად იმატებს სიმპტომები და ამ სიმპტომებს ახლავს თან ისეთი სისტემური რეაქცია, როგორც არის ტემპერატურა და ცხელება. კი და ხანდახან დაუსრულებელი პროცესიც კი გონია. ამიტომ ეს ნებისმიერი მწერის ნაკმენს ეხება, მათ შორის კოღოს ნაკმენს შეიძლება დაგვიჩირქდეს და მეორადი ინფექცია განვითარდეს. აი თქვენ ახსენეთ, რომ 10 სანტიმეტრის რადიუსი თუ თქვა სიწითლე და ჩემენაზე ვიტყვი შეშუპება არსებობს რაღაც კონკრეტულ ადგილას, ხო ის ადამიანს ჩვევია, რომ იყოს გაივლის. ანუ მე რა მინდა რომ აყურებელამდე ჩვენ მივიტანოთ, რომ ამას შეიძლება მოყვეს ძალიან უსიამოვნო გაგრძელება, თუ კი ზერელეთ შეხედავენ იმას, არ კოღოს ნაკმენი გავიგე 1 სანტიმეტრიანი, ვთქვათ, მილიმეტრები, მაგრამ როდესაც ეს ფართოვდება შესაბამისად ეს სიწითლე, ამას ყურადღება უნდა მიეცეს. აუცილებლად კიდევ რა შედეგი შეიძლება მოყვეს თქო ეს მინდა. სერიოზული შედეგი შეიძლება იყოს ერთი ის, რომ ეს ჰიპერემიის და სიწითლის მომატება აჩვენებს ერთ რამეს, რომ რეაქცია არის სისტემური, ეს შეიძლება გადავიდეს სხვა ორგანოთა და ორგანოთა სისტემების დაზიანებაში, შეიძლება წნევის ვარდნა, თქვა, იგივე მძიმე ინფექციის განვითარება, ანუ 10 სანტიმეტრზე დიდი როდესაც არის სიწითლე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმის პასუხი არის სერიოზული ამ ასე თქვა გამომწვევზე. ეს სერიოზული შეიძლება იყოს ერთი ალერგიული რეაქცია, შხამი და მეორე ინფექცია. აქედან გამომდინარე არის რაღაცა ნიშნები, ვთქვათ, ჰიპერემია 10 სანტიმეტრზე მეტი, სისტემური ასე ვთქვათ, სიმპტომები, როგორც არის ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ვთქვათ, შეშუპება ტუჩების, ვთქვათ, და სახის მიდამოში, ასე ვთქვათ, ხმის ტემბრის შეცვლა. აი ეს ყველაფერი მიუთითებს რა თქმა უნდა ორ რამეს. ან მძიმე ალერგიულ რეაქციას, ან თვითონ შხამის სხვა ტიპის მოქმედებას. აქედან გამომდინარე, ეს არის ის სიმპტომები, რაც თუ განვითარდა, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, რათა მოხდეს პრევენცია შემდეგი მძიმე გართულებების. ეს ეხება თითქმის ყველა მწერს. ალექსანდრე, მივმართოთ ექიმს და პრინციპში ჩვენ ტრადიციული მედიცინის საშუალებებს შევეხეთ, ხო? ანტიჰისტამინი ვახსენეთ, იგივე მალამოები, რომელიც თქვა გვიმშვიდებს ქალს და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ საინტერესო ხალხურ მეთოდებზე რას ფიქრობთ? აი მაგალითად გვესმის ხოლმე, რომ კოღოს ნაკმენს ძალიან წარმატებულად ჩველის მრავალძარღვას ფოთოლი, იგივე სოდიანი წყალი. ამ შემთხვევაში თქვენ უწევთ თუ არა ამ ყველაფერს? მე რა თქმა უნდა, ხალხურ მედიცინის ძალიან დიდი ტრადიცია აქვს საქართველოში. ეხმარება გარკვეულ შემთხვევაში, უბრალოდ რა მინუსი აქვს ხალხურ მედიცინას. ეს სხვადასხვა ხალხურ მედიცინაში გამოყენებადი პროდუქტები არ არის შესწავლილი, ამიტომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დაეხმაროს, გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება პირიქით უკუ რეაქცია ჰქონდეს. ამიტომ შესწავლილი მედიკამენტის უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ვიცით რა პროცესში ვითარდება გვერდითი ეფექტები. ხალხური მედიცინის შემთხვევაში ეს არ ვიცით. აქედან გამომდინარე, მსგავსი ამის გამოყენება, ხალხურ მედიცინის გამოყენება, რა თქმა უნდა, მე პირდაპირ ამის ასე ვთქვათ, რეკომენდაციას ვერ გავცემ, თუმცა ერთი რამ შეიძლება მიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკაში მართლა გარკვეულ შემთხვევებში ეფექტურია ხოლმე, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია როგორც ექიმის არის, რომ მივყვეთ კლასიკურ ტრადიციულ მედიცინას და გავითვალისწინოთ რა, როდის ასე ვთქვათ, უნდა მოხდეს ჩარევა, როდის უნდა გარკვეული მედიკამენტები მივცეთ, როდის ადგილობრივი მკურნალობა საკმარისი და როდის თქვა სისტემური მედიკამენტების მიღება და აი ამის ასე თქვა სადიფერენციაციოდ გამოგვადგება ჩვენ ეს კრიტერიუმები, რაზეც ვისაუბრეთ. ყოველგვარი რისკები რომ თავიდან ავირიდოთ. აი ფუტკარი ვახსენეთ ასევე, კრაზანა, პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მოქმედებას უკავშირდება, ვიცით რომ ნესტარი სასწრაფო წესით უნდა ამოვიღოთ ნაკმენის ადგილიდან, მაგრამ რა ხდება შემდეგ, როგორ მოქმედებთ და
როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან. ბოდიში ამ შემთხვევაში თაკო მე რამდენადაც ვიცი ყველაზე რთული ვითარება უდგებათ ხოლმე იმ ადამიანებს ვინც ალერგიულია ხო და ეხლა მე მაგალითად არა ვარ ალერგიული შეიძლება გაცილებით უფრო მარტივად გადავიტანო არა მე მგონი დამოკიდებულია ლაშა იმაზეც აი ვთქვათ რამდენ ნაკბენს მივიღებთ ეხლა ერთი ნაკბენის ვთქვათ მართვა მგონია რომ უფრო მარტივია მაგრამ აი ეხლა შარშან მაგალითად დედა დაიკბინა და ფაქტობრივად მთელი სხეული ქონდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ძლივს გადავარჩინა შეიძლება ითქვას და ალბათ ესეც გასათვალისწინებელია ალექსანდრე რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანია თუმცა არა გადამწყვეტი გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ერთი ნაკბენის შემდეგ გავითარდეს მძიმე რეაქცია გარკვეულ შემთხვევებში რა თქმა უნდა და ძირითადად ეს დამოკიდებულია ნაკბენის რაოდენობაზე შხამის რაოდენობაზე იმიტომ რაც მეტია ასე თქვა შხამი შედის ორგანიზმში ორგანიზმის რეაქცია არის უფრო მძაფრი თუმცა ეს ასე ყოველთვის არ ხდება ალერგიულ ადამიანებში რა თქმა უნდა ამის რისკი უფრო მაღალია და ეხლა რაც როგორ უნდა მოვიქცეთ ხო რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ ეს ნესტარი რაც მნიშვნელოვანია თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის ის რომ ისე უნდა ამოვიღოთ რომ ნაკლებად დავაზიანოთ კანი რაც რთულია და ამიტომ უჯობესია თუ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება და ამის საშუალება არის იმიტომ რომ დაზიანებული კანი არის მეორად ინფექციის შეჭრის ასე თქვა საკმაოდ ისეთი მსუყე ნიადაგი ეს ერთი მეორე უნდა დავადოთ ცივი დაახლოებით 9 საათის 15-20 წუთის განმავლობაში ყინულის კუბებით შეიძლება რა თქმა უნდა ყინული შეგვიძლია გამოვიყენოთ იმიტომ რომ შეშუპების და სიწითლის ინტენსივობა არ მოიმატოს ადგილობრივად გამოვიყენოთ ანტიჰისტამინური ასე თქვა მედიკამენტი თუ ამ ფონზე ეს შეშუპება მკვეთრად ასე თქვა იმატებს ასე დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ალერგოლოგს ასევე მნიშვნელოვანია რომ თქვა თუ არის ანაფილაქსიური რეაქცია და აი ამ დროს რას ვაკეთებთ ანაფილაქსიური რეაქციის ერთადერთი სამკურნალო ასე თქვა და ეფექტური საშუალება ეს ადრენალინი. ამიტომ ამას ალბათ სახლის პირობებში რთულია ამის ასე თქვა მკურნალობა, ამიტომ ანაფილაქსიური რეაქციის დროს სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. თუ არის საშუალება ადგილზე ადრენალინი, რაც რა თქმა უნდა ეს უნდა იქნას გამოყენებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვინც არის ალერგიული, წინასწარ ხდება ხოლმე ალერგოლოგთან ასე თქვა კონსულტაციის გავლა და არსებობს სპეციალური ადრენალინის საშუალებები, რომელიც თან შეიძლება ქონდეს ადამიანს და ვისაც აქვს მძიმე ალერგიული გამოცდილება და მანამდე ანაფილაქსიური რეაქცია მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს მობილიზებული განსაკუთრებით თუ გადის ისეთ სივრცეში სადაც შეიძლება იყოს ბევრი მწერი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვა გათვალისწინებული იყოს იმ ადამიანების მხრიდან ვინც არიან ალერგიულები. ამიტომ ამას მივაქციოთ ყველა პირველ ასე თქვა 9 საათში 1 საათში თუ ვლინდება კვეთრი შეშუპება, ჰიპერემია, სუნთქვის გაძნელება, ხმის ტემბრის ცვლილება, ასე დროს ეს ნიშნავს, რომ მძიმე ალერგიული რეაქცია და სასწრაფო რეაგირება საჭიროებს. დანარჩენ შემთხვევებში ლოკალური მკურნალობა, ანუ ანტიალერგიული, ასე თქვა, ადგილობრივი მკურნალობა და გარკვეულ შემთხვევებში სისტემური ანტიალერგიული მკურნალობა, პერორალური, ასე თქვა, ანტიჰისტამინური ან თქვა გლუკოკორტიკოსტეროიდების ანტიჰისტამინური საშუალებები, თქვა აი ნაკბენის შემდეგ წარმოქმნილ ქავილს, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელია ხოლმე, ამ პროცესებსაც აალაგებს და ხმარებებს. ქავილის არის რეაქცია, ამ ასე თქვა ნაკბენის შემდეგ, ამიტომ ანტიჰისტამინური საშუალებები აალაგებს როგორც ქავილს, ასევე შეშუპებას, ასევე სიწითლეს და ბევრად ასე თქვა დისკომფორტს უხსნის ადამიანს გარკვეულ შემთხვევებში და საკმაოდ ხშირად. უკბენია შენთვის კრაზანასამბზი? არა, კრაზანასამბზი არ მახსოვს, არც ფუტკარი მამა არ მახსოვს, ნუ მახსოვს რომ ვიცი კოღო საშინელი არსებობს. ანუ კოღოსთან აქვს ერთი პრობლემა. კოღოსთან დიდი ბრძოლები მაქვს და თუ გვაქვს დრო, ალექსანდრე ძალიან მინდა გითხოთ ობობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რატომღაც ისერჩება ხოლმე და ეს ობობა არ ვიცი იქმინება, ისუსხება, მაგრამ კოღო გიკმენს და გაფრინდება ბოლო-ბოლო, მაგრამ ეს შეიძლება უბრალოდ იაროს, ხო, მთელ სხეულზე ისე რომ ვერც მიხვდე, რომ დადის. დიდი ალბათობით მიხვდები მისი ზომიდან გამომდინარე, თუმცა საბედიეროდ მე როგორც ვიცი საქართველოში ისეთი ობობები რომლებიც ასე თქვა შხამიანები არიან და ისეთ შხამს შეიცავენ რომელიც ლეტალურად შევდასრულდეს არ არის ყველა მწერის ნაკბენის გამოცდილება მაქვს ოჯახში მათ შორის ობობის და 6 წლის მანძილზე ნაკბენის საკმაოდ ასე თქვა ისეთი დისკომფორტი შექმნელია ვითარდება სერიოზული შეშუპება ტკივილი ასე დროსაც რეაგირება არის იგივე რაც სხვა მწერების დროს ანუ ლოკალურად უნდა მოხდეს აი ასე თქვა დამუშავება აუცილებლად გამდინარე წყლით შემდეგ ცივი საფენი უნდა
გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში თუ ჰიპერემია იმატებს და 10 სანტიმეტრზე მეტი ან ეს სისტემური გამოვლინებები ახლავს, აუცილებლად დროულად ექიმს უნდა მიმართოთ და მანამდე უნდა გამოვიყენოთ ანტიჰისტამინური საშუალებები, იმიტომ რომ ყველა მწერის ნაკბენის შემდეგ შეიძლება ალერგიული რეაქცია განვითარდეს. რა თქმა უნდა, გამოყოფთი კრაზანას და ასე ვთქვათ, ფუტკარს, თუმცა ნებისმიერ მათ შორის კოღოს ნაკბეზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია. ყველა ადამიანის რეაქციები ინდივიდუალური. დაახლოებით მსგავსია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინტენსივობით ვითარდება სხვადასხვა მწერის ნაკბენის შემდეგ, მაგრამ ტაქტიკა არის მსგავსი. და ინფექციის გართულებაზეც ვისაუბრეთ, რომ თუ ეს ნაკბენი და 72 საათის შემდეგ პროგრესირებს ისევ სიმპტომები და ერთვება ტემპერატურული რეაქცია, ეს არის უკვე ინფექციური პროცესისთვის დამახასიათებელი და ასე დროს აუცილებელია რომ მოხდეს სპეციალისტის ჩართვა და შეფასება რამდენად არის საჭირო აი იმ ინფექციის კუთხით. ალექსანდრე, აუცილებლად უნდა კითხოთ ტკიპაზეც, კი ზაფხულში საკმაოდ ხშირია ტკიპის ნაკბენიც და ზოგადად რამდენად საშეშია ეს ჩვენი ჯანმრთელობის და იგივე ინფექციების გადამტანი შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს. გახლავთ ყველაზე უფრო საშიში მწერი საქართველოში ამ ეტაპზე ინფექციების კუთხით, იმიტომ რომ ტკიპას გადააქვს სხვადასხვა ინფექციები და მათ შორის ორს გამოყოფთი, ეს არის ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება და ლაიმის დაავადება. ყირიმკონგოზე ვიტყვი ორ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ამ სეზონზე და საკმაოდ მაღალი ლეტალობა აქვს 10-დან 35%-მდე მსოფლიო სტატისტიკას თუ ავიღებთ და ის გავრცელებულია სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. თუ ჩვენ განსაკუთრებით ამ რეგიონებში ვიმყოფებოდით და გვიკბინა ტკიპა და პირველ როგორ უნდა მივხვდეთ თან ესეც გვითხარი რომ ტკიპის ნაკბენი. ტკიპას როგორც წესი სხვა მწერებისგან განსხვავებით დაახლოებით 20-30%-ში ის არ ცილდება, ასე თქვა, ჩვენის ადგილს რჩება და გარკვეულ შემთხვევაში გვიწევს რომ ჩვენი ამოვიღოთ, ესეც მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სამედიცინო პუნქტში, თუ ამის საშუალება არის და უახლოესი 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია სამედიცინო პუნქტში მიმართოთ, იმიტომ რომ ჩვენი თუ ვეცდებით ამოღება, შეიძლება იქ დარჩეს მისი ნესტარი ან სხეულის ნაწილი და ამას შემდეგ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გართულება გამოიწვიოს. რომ თუ ამოვიყვანთ სწორად ტკიპას, ტაქტიკა იგივეა, ანუ ადგილობრივი მკურნალობის, თუმცა პირველი 7-14 დღის განმავლობაში თუ გამოვლინდა ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის ტკივილი, ხო, ეს არის იმის ჩვენება, რომ მივმართოთ აუცილებლად დროულად ექიმს, იმიტომ როგორც აღნიშნე, ტკიპას გადააქვს ისეთი საშიში ინფექცია, როგორც არის ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ლეტალობა. ამიტომ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინცაც უყვარს ნადირობა, თქვად, უყვარს ბუნებაში სიარული, რომ ჯერ ერთი ჩვენი ეკიპირება უნდა შეესაბამებოდეს ამ გარემოს, ნაკლებად უნდა გვიჩვენოს სხეული და უნდა იყოს შემოსილი სპეციფიური, ასე ვთქვათ, ანისამოთ, ასე უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ანტირეპელენტები, მწერების საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, სპრეები, რომლებიც მეტნაკლებად გვიცავს ყველა მწერისგან და მათ შორის ტკიპისგანაც და თუ კბენიდან, ანუ ექსპოზიციიდან 7-14 დღის განმავლობაში გამოვლინდა სიმპტომები, როგორც არის სიცხე, თავის ტკივილი, ვთქვათ, საერთო სისუსტე, კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა დროულად მივმართოთ ექიმს, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ აი ეს დაავადების განვითარება, რომელსაც ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება ჰქვია და რომელიც საშიში ინფექციაა და ახლა არის ზუსტად სეზონი, მასაც აღნიშნავ, ტკიპების სეზონი არის ზუსტად გვიან გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, ამიტომ ეს პერიოდი არის მნიშვნელოვანი თითოეულ ჩვენთაგანისთვის, ყველას გვიწევს ქალაქგარეთ გასვლა და ისე სივრცეებში ყოფნა, სადაც შეიძლება გქონდეს ექსპოზიცია და მწერთან კონტაქტი. მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი ვახსენეთ, მაგრამ ელექტროწყაროში შესაერთებელი საშუალებები, ამაზეც ძალიან მინდა რომ მკითხოთ, იმიტომ რომ ხშირად არაერთგვაროვანია ხოლმე დამოკიდებულება. ხო, სახლის პირობებში იყენებენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ლაშქრობებში ვერ წავიღებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საწინააღმდეგოდ, ქინქლების საწინააღმდეგოდ, ფლებოტობუსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ეს საშუალებები. მეტნაკლებად უსაფრთხოა, თუმცა არის გარკვეული ასე თქვა მონაცემები, რომ ზოგ ადამიანს ეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ეს ინდივიდუალურად თუ ჩვენ არ გვიქმნის რამე დისკომფორტს ეს საშუალებები, შეგვიძლია გამოვიხენოთ. სურნელი, მხოლოდ ეს არის ალბათ შემაწუხებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველა ეს საშუალება, სპრეები იქნება თუ ელექტრონული საშუალებები იქნება, გარკვეულწილად გვიცავს ჩვენ მწერებთან კონტაქტისგან. თუმცა 100%-იანი დაცვა არც ერთი არ არის. განსაკუთრებით ღია სივრცეში, როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვანია ამ ასე თქვა აეროზოლები და სპრეების გამოყენება და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ეკიპირება და ჩვენი ასე თქვა ამდენად შესაბამისად ვართ გარემოსთან შემოსილი, იმიტომ რომ თუ შესაბამისად ვართ შემოსილი, რისკი მწერებთან ექსპოზიციის ბევრად იქნებს.
და ან ბავშვებმა შეუძლიათ რომ მოიხმარონ, იმიტომ რომ მშობლებიც ხშირად არის სპეციალური სპრეები, რომლებიც ბავშვებისთვისაც გამოიყენება და არის ორი ტიპის სპრეი, ერთი რომელიც კანზე, ასე ვთქვათ, გამოიყენება და მეორე სატანის ამოზე გამოიყენება, ამიტომ მას აქვს თავისი ინსტრუქცია და რა თქმა უნდა შესაბამისად უნდა იქნას შერჩეული ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც. ასევე მნიშვნელოვანია თუ ადამიანი ალერგიულია ან რაღაც ასე ვთქვათ, სხვა ქრონიკული დაავადებები აქვს, ასე დროს ექიმთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ, მედიკამენტები არ უნდა გამოიყენოს. მოკლედ ალერგიასთან მიმართებაში ყოველთვის მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართავს ხოლმე შეიძლება ითქვას კი ბატონო. ან ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერ შემთხვევაში და მოდით განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე, მართლა აქტუალური თემაა, თაკო არც მე არც შენ არ გვიყვარს ამ თემაზე საუბარი, თუმცა არ დავმალავ და ვიტყვი რომ ძალიან დიდი ინტერესით უსმენ ხოლმე, როდესაც საუბარია ქვეწარმავლებზე, სხვადასხვა არხებზე და აწი, ხო? რაღაცნაირი შეგრძნება ქვემოთ ხო არ არის. მოკლედ, წერების გარდა ქვეწარმავლების მომრავლება ცხელ სეზონზე, თუ წერების შემთხვევაში საქმე მსუბუქ ქაულთან და კანის შესიებასთან გვაქვს, გველი შემთხვევაში საფრთხე პირდაპირ სიცოცხლეს ემუქრება, რა ხერხს უნდა მივმართოთ გველის ნაკმენის დროს და რას გვირჩევენ სპეციალისტები. ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი შემოგვიერთდება და ის უპასუხებს ჩვენ კითხვებს. მოგზანდით, შოთა ძალიან საინტერესო თემას და აქტუალურზე, როგორც უკვე აღვნიშნე, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე ზაფხულის დადგომასთან ჩვენ ქვეყანაშიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ვიცი, ახლა უფრო აქტუალური გახდა და ბევრი იგივე სოციალურ ქსელებში ისედაც ქვეყნება, რომ არის გარკვეული უბნები, სადაც საშიშროება არის ქვეწარმავლების სიმრავლის. როგორი ზაფხული გველის, მოდით ასე დავიწყებ თქვენთან საუბარს და საშიშროება თაკო გარბისაგერ უკვე სტუდიით. მოგესალმებით. შოთა გამარჯობა. ძალიან არ შეგვაშინო ისედაც შეშინებულები ვართ. მაყურებელს, ვეცდები ნამდვილად. რაც შეეხება როგორი ზაფხული გველის, ამის პროგნოზირება განვლილი სეზონიდან არის ხოლმე შესაძლებელი. ანუ არის ხოლმე რაღაცა პერიოდები, როდესაც რომელიც მოქმედებს ქვეწარმავლების, ასე ვთქვათ, განვითარებაზე, ანუ მათ გამრავლებაზე, შემდეგ ზამთრის გატარებაც ხო სჭირდებათ მათ და რაღაცა გარკვეული სიტუაციები უნდა იყოს მათთვის კარგი, რომ ეს ზამთარის გადაიტანონ და აქედან გამომდინარე შეგვიძლია მთელი სეზონის განმავლობაში დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, როგორი იყო გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა და ზამთარი და ამის მიხედვით დავადგინოთ, ვთქვათ, ეს შემცირებული იქნება პოპულაცია ბუნებაში გველების თუ გაზრდილი. ამ შემთხვევაში გაზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ 5 იყო და გახდა 500,000, ხო? არა, მაგას არ ნიშნავს, უბრალოდ რაღაცა პატარა პროცენტი არის ხოლმე ზრდის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე შაშანდელი წელი ისეთი იყო, რომ წელს ცოტათი მომატებულია. თავისთავად, ანუ ამას არ დავმალავთ თავისთავად და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პანიკას საფუძველი იყოს რა. ანუ იმდენად მცირედი ცვლილებებია ხოლმე, რომ ეს შეიძლება ჩვეულებრივი მოსახლეობა, ანუ ადამიანისთვის არ იყოს თვალშესაცემი რა, მაგრამ ჩვენთვის ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები თვალშესაცემია ხოლმე რა. წელიწადის რომელ დროს იზრდება ხოლმე ყველაზე მეტად მათი აქტივობა? ჩვენ ხშირ შემთხვევაში მოვიაზრებთ ხოლმე მთლიანად ზაფხულს, მაგრამ თუ არის თვე, დრო, მომენტი, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს, ვთქვათ, მაშინ როდესაც სალაშქროდ მივდივართ თუნდაც და ბუნებასთან ახლო კონტაქტი და კომუნიკაცია გვაქვს. ესე გველი გამოგვიძებას, ესე ვთქვათ, იწყებს გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ანუ ეს უკვე დამოკიდებული შეიძლება აპრილის, მარტის შუა რიცხვები იყოს, შეიძლება აპრილის დასაწყისიდან, ანუ როგორი ამინდი გვაქვს რა. ეს პერიოდი, აი მაგალითად აპრილი-მაისის თვე არის ყველაზე აქტიური გველებისთვის რა. ანუ რას ნიშნავს ეს? მთელი პოპულაცია, ანუ რომელმაც გადაიტანა ზამთარი და გამოიღვიძა, მომართულია საკვების მოსაპოვებლად. ანუ ყველა მშიერია, ხო ესეა და პლუს გამრავლების პერიოდი რა. ანუ ყველა აქტიურია აბსოლუტურად. და შემდეგი პერიოდი უკვე ზაფხულს რო ვიძახით, ხო, აი ზაფხული ყველაზე აქტიურია გველებისთვის, ხო? აქტიური არის, მაგრამ ყველა გველი არ არის მაშინ აქტიური რა. ანუ უკვე ზოგი ნაჭამია, ზოგს სიგრილე უნდა, ანუ 10-დან 5 მაგალითად დამალულია სადღაც რა. განსხვავებით
გაზაფხულისა რა, როცა იღვიძებს და ყველას შია და დადის. გაზაფხულს არ ყოფილა ესეთი, საკმაოდ საყურადღებო აი მაისის თვე განსაკუთრებით უფრო ისეთია გველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა, ანუ ძალების მოკრება მიმდინარეობს, ანუ მთელი ზამთარი. შეთა იცი რა მაინტერესებს გველის რომელი სახეობებია კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში და ზოგადად რამდენად ხშირად ვაწყდებით ხოლმე გველის ნაკბენს ჩვენს ქვეყანაში და თქვენი დაკვირვებით რა ინფორმაცია შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ? ხო, ყველაზე საშიში თაკო. ალბათ ხო? ყველაზე საშიში, ჯობია საუბარი, თორემ ის სახეობები, რომლებიც სახეობების და ყველაზე საშიშიც რო გამა. ხამიანი სახეობები, აი ამას გულისხმობ. ის სახეობები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელებული, ისინი სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს არის წყლის ანკარა და ჩვეულებრივი ანკარა, რომელიც ყველა აბსოლუტურად წყლის სისტემაში ბინადრობს. რა ეს ტბა იქნება, მდინარე იქნება, გუბე იქნება, არხი იქნება, ყველგან არიან. ყოველსავით არის რა იმდენი. ხო და სხვა დანარჩენი, ანუ რომელიც ადამიანისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ესე მრავლად არ გვხდება რა. და განსაკუთრებით გველგესლები, რომლებიც იმდენად საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მათი პოპულაციები, ასე ვთქვათ, ლოკალურია, პატარა პოპულაციებია და მიმოფანტულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგან დაბლობშიც ხვდებით, მაგრამ მასიურად ხვდებით მთის ზონებში ამ გველგესლებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუ კონკრეტულად ამ შხამის მიმართ ალერგია არ აქვს, დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ აი უკვე გიურზა, რომელიც ბევრად საშიშია ამ სახეობის გველგესლებთან შედარებით, ბინადრობს კახეთი, თბილისის სამხრეთ ნაწილი და ქვემო ქართლის ტერიტორია. და ამასაც ხაზი გაუსვათ, რომ გიურზა არის ყველაზე შხამიანი გველი, რომელიც ბინადრობს საქართველოს ტერიტორიაზე. კი, ამაზე შხამიანი გველი ახლომახლო არცად არ ბინადრობს. რა ხდება მაშინ თუ შხამიანმა გველმა გვიკბინა და ზოგადად როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ეს გველის ნაკბენი ადამიანმა მიიღო შხამიანი გველისგან თუ უბრალოდ იმ სახეობებისგან რომელიც ახსენე და რომელიც საკმაოდ უწყინარია იგივე ანკარა მაგალითად აი შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც ყველაფერი განვასხვავოთ რა თქმა უნდა აქ როგორი რაღაცა იცით არის ხოლმე ზოგი ამბობს რომ აი რაღაცა კბილების რაოდენობის თვლა და რაღაცები. არ არის არაფერი საჭირო. აი მე გეტყვით არის გველის ნაკბენი, სადაც კბილი არ ეტყობა რა. აი მომენტში შეიძლება წვეთი იყოს, ეს წვეთი მომიმშრალოთ და ის ნაკბილარი არ დაგვეტყოს. და ნუ მე პროცესებით ვიხვდები, რომ შხამიანი გველის ნაკბენი. ანუ ეს კბილის თვლა ცოტა ისეთი ამბავია. აი როგორც კაზანაა და ფუტკარი ვთქვათ ხო, რომ კბენს ადამიანს მომენტალურად გრძნობთ ესეთი წვის შეგრძნებას, როდესაც კბენს შხამიანი გველი. ანუ უკვე ერთი ნიშანი იმისა, რომ გვიყვინა შხამიანმა გველმა და არა ჩვეულებრივმა. ჩვეულებრივი რო კბენს უბრალოდ ნაჩხლეტები გვაქვს რა, აი პატარა ნემსები რო შეგვერჭოს და მეტი არაფერი ეს. იქ სიმწარეს განიცდი. არა, სიმწარეს არ განიცდი. ანუ მეორე შემთხვევაში უკვე შხამის პროცესი ორგანიზმი. აი როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? სიმპტომატიკა რა არის? თქვა თავბრუ გველს ხმის. ხო, ეს ცოტა მომდენო ეტაპებია. თავიდან არის, ესე იგი, ჩხლეტას გრძნობთ, წვის შეგრძნებას გრძნობთ, შემდეგ ტკივილი ვითარდება. ზოგჯერ ისეთი ტკივილია, რომ გამაყუჩებელი გჭირდება აუცილებლად, იმდენად ძლიერი ტკივილი იცის. იცის, ესე იგი, ჩალურჯება, ჩაშავება, აი ნეკროზული განვითარება ნაკბენის გარშემო, ასევე იცის ნაკბილარიდან დენა, ისე ლიმფის გადმოსვლა იცის ხოლმე და შემდეგ ეს პროცესი ნელ-ნელა იწევს, აი ვთქვათ ხელზე რო გვიყვინოს რა. ანუ ეს ადგილი შეიძლება ჩაგვიშავდეს, ჩაგვილურჯდეს და ეს ნელ-ნელა ავიდეს ჯირკვლების ტკივილი იცის ძლიერი, ჩაშავება იცის, აი მუქი წითელი შავოში გადადის ეს ჯირკვლების ფერი, ტკივა ეს ადგილებიც და ნუ გიურზის შემთხვევაში ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ძალიან დიდზე გვისივდება ნაკბენი ადგილი. აი ხელზე რო გვიყვინოს, შეიძლება მთელი ეს ხელი აქამდე ამ ადგილამდე იყოს ძალიან დასიებული.
ხო, დრო არა გვაქვს ცოტა თუ ალერგიული ჩავარდე და შესაბამისად პანიკაში ჩავარდნა გულისცემას უფრო ინტენსიურს ხდის და შესაბამისად ეს ხელს უწყობს შხამის მთელ ორგანიზმში სწრაფად გავრცელებას. კარგი, ნუ არ ჩასავარდნია ეხლა. როგორ გინდა რომ საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლო ამ დროს გასაგებია რომ თქვა სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიუმართოთ ეს ახლა ნუ გარდაუვალია გასაგებია მაგრამ აი მანამდე ვიდრე თქვა მივალთ დანიშნულების პუნქტამდე და რაღაცა მიკმინა რას ვაკეთებ. ეს პანიკაში არ ჩავარდნა რა თქმა უნდა პრევენციული ღონისძიება ეს არის რა ქვია პირველად დახმარების ნაწილია თავისთავად ანუ ნუ გვიკმინა შხამიანმა გველმა დავადგინეთ რომ შხამიანი გველია ანუ რაც ვისაუბრეთ სიმპტომატიკაზე პირველ რიგში ვრეკავთ სასწრაფოში მეორე ესე იგი ვიღებთ ისეთ პოზიციას რომ არ ვიმოძრაოთ ან ვიჯდეთ ან ვიწვეთ და ფეხები მოკეცილი მდგომარეობაში გქონდეს ვიღებთ დიდი რაოდენობით სითხეს ანუ წყალი წყლის სახით არ შეიძლება არც ეს შემთხვევაში ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სითხეები რაც აი ზუსტად პანიკურ ამბავთან არის დაკავშირებული სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და ასე ვთქვათ, შხამის გადაადგილებას ორგანიზმში ხელს უწყობს ალკოჰოლიც, კოფეინიც და ნერვიულობაც. შემდეგ თუ ვთქვათ, ისა არ ვართ დაბალწნევიანები ამ შემთხვევაში ძალიან კარგია ასე ვთქვათ, შარდენის საშუალების მიღება, ვინაიდან ეს ჩვენ მიღებული სითხე ასე ვთქვათ, გამოაქვს ორგანიზმი და ანტიჰისტამინური საშუალება ესე იგი დექსამეტაზონი არ უყვართ ექიმებს ხოლმე, თუმცა ძალიან ეფექტურია ჩვენ თავზე გამოცდილი გვაქვს ჰერპეტოლოგებს, უწყობს ანთებითი პროცესის ლოკალიზაციას, ასე ვთქვათ, ძალიან მაგრად რა, ну აი არ ვიცი ხა ახლა რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ну ძალიან გვეხმარება ხოლმე შხამიანი გველი, ხა წამდაუზუმა არ უკმენს შხამიანი გველი, რა თქმა უნდა, მაგრამ რა შემთხვევების ყოფილა ყოველთვის კარგი ეფექტი გამოუღია. შემდეგში დრო რამდენი გვაქვს? ხო, თუ ესე იგი არ გვაქვს ანაფილაქსია, არაფერი არ გვაქვს, წარმოიდგინე და მოხმის შემთხვევაში, ну ძალიან იშვიათია, მაგრამ ну თუ მოხდა ანაფილაქსია ყველა ესაში და ადრენალინია მაგ შემთხვევაში აუცილებელი. სხვა შემთხვევაში თუ ჯანმრთელი ადამიანი ბავშვებს არ გულისხმობ, მოხუცებს არ გულისხმობ და გულისხმობ მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს, ამ ადამიანებს გიურზის დაკვნის შემთხვევაში აქ 4-დან 6 საათამდე, ანუ გულისხმობ ეფექტურია ადამიანი ამ დროს, ანუ შეუძლია პოზიტიური გავიგე ამასობაში, რომ დრო აი ამ პერიოდის მერე იწყება უკვე აი ეს რთული პროცესები, რა თქვენაც აღნიშნეთ რა, ეს თავბრუსხვევები, გულისრევის შეგრძნებები, გულის წასვლა, галлюცინაციები და უფრო რთული პროცესები რა. და ამიტომ აუცილებელია სწრაფი მოქმედება რა პლუს სიზარღვებზე მოქმედებს სისხლზე მოქმედებს და პატარა ასე ვთქვათ კაპილარებს კანს ხო და სისხლის ჩაქცევები იწყება ორგანიზმში და ერთი ბოლო შეკითხვა ეს კითხვა აუცილებლად მინდა დავწერო ფაქტობრივად არ გვაქვს მაგრამ როგორ დავიცვათ ხოლმე თავი ბუნებაში გველთან შეხვედრისას, ну შეხვედრისას არ უნდა გავეკაროთ თავისთავად. თუ შეგხვდა მისი მიმართულებით არ უნდა გავაგრძელოთ სვლა. აუცილებლად უნდა აუაროთ გვერდი, ანუ თუ დავინახეთ რა მიმართულებით წავიდა იმის მიმართულებით არა. მის მიმართულებით არ უნდა წავიდეთ, ვინაიდან შეიძლება სადღაც ჩაეხვა, ბალახია დაწოლილი და ის გზნობს, რომ ფიქრობს, რომ არის დაცული, თუმცა ჩვენ გავიარეთ, დავადგით ფეხი გვიკვინა. ამიტომ გველის მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. არ უნდა ვეცადოთ მის დაჭერას, მის მოკლას, მის რაღაცა გაღიზიანებას რა, იმიტომ რომ ძირითადად აი სტატისტიკურად დაკვენები ხდება ხოლმე ზუსტად მაგ შემთხვევაში და არა ისე რომ ჩვენ შემთხვევით დაბიჯების თუ გაღიზიანების. აი გაღიზიანების. კი ბატონო, მისთვის იგივე ფეხს დაბიჯება, იგივე გაღიზიანება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი ალექსანდრე შოთაურივეს იმედია მაყურებელი გაითვალისწინებს და სიფრთხილეს გამოიჩენს. კი ბატონო.